ბალტიის ზღვის სანაპიროდან რამდენიმე მეტრში კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალი მდებარეობს, რომელიც ორ მაღალ კედელს შორის ვიწრო ბილიქს, პატარა ბაღსა და მონუმენტებს აერთიანებს. აქ ყოველ ფეხის ნაბიჯზე მემორიალური დაფებია განთავსებული. ერთ-ერთი წარწერის მიხედვით გრძელი დერეფანი მაღალი კედლები დახვრეტის ადგილს განასახიერებს და ტოტალიტარული სისტემის ერთგვარი სიმბოლოა. ბაღი კი მშობლიური სახლის მონატრებას გამოხატავს. ესტონურ, ინგლისურ და რუსულ ენებზე დატანილი წარწერები იმ ესტონელი სამხედროების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც 40-იან წლებში ტერორის ორმა ტალღამ იმსხვერპლა. ჩემ ზურგს უკან ორი დიდი შავი კედელია, კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალი. აქ, ესტონეთში საბჭოთა ოკუპაციის დროს ჩვენ მეტი ადამიანი დავკარგეთ, ვიდრე ნაცისტური ოკუპაციის პირობებში. ჩვენთვის საბჭოთა სტალინური რეჟიმი იყო უმძიმესი პერიოდი, რომელიც 50 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა. აქ თქვენ შეგიძლიათ ამოიკითხოთ ათასობით სახელი და გვარი. ეს იმ ადამიანების სახელებია, რომლებიც რეპრესიებმა იმსხვერპლა. მათი ნაწილი აქ, ტალინში და ტარტუში, უმეტესობა კი გულაგებში დაიღუპა. შორეულ ციმბირსა და ყაზახეთში. ესტონეთის საბჭოთა კავშირმა 1940 წელს დაიპყრო. ერთი წლის შემდეგ 1951 წლის ზაფხულში ქვეყანაში უკვე ნაცისტური გერმანია შეიჭრა და 3 წლის განმავლობაში რჩებოდა კიდევაც. ეგრეთ წოდებული გამათავისუფლებლის სახელით გერმანელებს ესტონეთის საბჭოთა კავშირმა 1944 წლის ბოლოს დაატოვებინა, რის შემდეგაც საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ ქვეყანა კიდევ 50 წლის განმავლობაში რჩებოდა. 1991 წელს უკვე დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ესტონეთში კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში რჩებოდნენ რუსული არმიის ბოლო ნაწილები, რომლებმაც ესტონეთი საბოლოოდ 1994 წლის 31 აგვისტოს დატოვეს. სწორედ ესტონეთის პოლიტიკური და სამხედრო ელიტა გამათავისუფლების ომის გმირები იყვნენ პირველები, ვინც ტერორის მთავარ სამიზნედ იქცა 1941 წელს. საბჭოთა ტერორის შესახებ რამდენიმე კითხვა ჩვენ ესტონეთის სამხატვრო აკადემიის პროფესორს, ისტორიკოს დავიდ ვსევიოს დაუსვით. საქართველოსგან განსხვავებით ესტონეთმა შეძლო შეენარჩუნებინა დამოუკიდებლობა 1918-დან 1940 წლამდე. 1929 წელს ხელი მოეწერა რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტს, რომლის მიხედვითაც ბალტიისპირეთის ქვეყნები, ისევე როგორც პოლონეთის ნაწილი, საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ მოექცა. ამავე წელს ხელი მოეწერა შეთანხმებას საბჭოთა ბაზების შესახებ ესტონეთში. 1940 წელს კი ქვეყანა უკვე ოკუპირებული იყო. ამის შემდეგ 1941 წელს ჰქონდა დეპორტაციის პირველი ტალღა. რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკური მოღვაწე მაშინვე დააპატიმრეს, დახვრიტეს ან ციმბირში გადაასახლეს. ტერორი შეეხო კულტურის მოღვაწეებსა და სამხედრო პირებს. ესტონური არმიის ოფიცერთა კორპუსი პრაქტიკულად სრულად გაანადგურეს. ეს იყო პირველი ტალღა. ამის შემდეგ იყო გერმანული ოკუპაცია, როდესაც უკვე 3 წლის შემდეგ გერმანიამ წითელ არმიასთან უკან დახევა დაიწყო. ესტონელების დიდი ნაწილი დაახლოებით 70-80,000 ადამიანი, რომელთაც ჰქონდათ საბჭოთა ოკუპაციის გამოცდილება, შვედეთსა და ფინეთში გაიქცა. ბევრი მათგანი ამ მოგზაურობისას ზღვაში დაიღუპა. როდესაც საბჭოთა ხელისუფლება მეორედ მოვიდა, აქ 1959 წელს იყო უკვე მეორე ტალღა ტერორის. შედარებით პატარა ტალღები იყო მოგვიანებითაც, როცა ჩვენ ერთ ბედ ქვეშ ვიყავით საბჭოთა კავშირში. საბოლოო ჯამში საბჭოთა ტერორი ესტონეთში ათეულობით 1000 ადამიანს შეეხო, რაც ესტონეთის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილია. ტერორი ეხებოდა ოჯახებს, პატარა ბავშვებსა და მოხუცებს. იმ წლებში თუ შეიძლება ასე ითქვას, საზოგადოების ყველაზე ნათელი ნაწილი გაანადგურეს. ცხადია, იყვნენ ისეთებიც, ვინც ახალ მთავრობას გაურიგდა. პრაქტიკულად არ არსებობს ოჯახი, რომელსაც საბჭოთა ტერორი არ შეხებია. ესტონეთი ხომ პატარა ქვეყანაა. ამასთან ეს არ შეხებია მხოლოდ ესტონელებს, შეეხო რუს ემიგრანტებსაც, რომლებმაც საბჭოთა რუსეთიდან 1919-20 წლებში გამოაღწიეს. მაშინ ციმბირში ასევე ბევრი ებრაელი გადაასახლეს. ჩემი მეუღლის დედა, უпростоრედ, მამამისი ესტონური არმიის სამხედრო ატაშე იყო პოლონეთსა და რუმინეთში. 41 წელს ის პირველ რიგში დააპატიმრეს, მისი ოჯახი კი ციმბირში გადაასახლეს. ამ დროს ჩემი მეუღლის დედა 16 წლის იყო, იზრდებოდა ნორმალურ ევროპულ ოჯახში, ღეროდა, უკრავდა როიალზე, ამთავრებდა სკოლას. ამ დროს მოდის რაღაც სისტემა, რომელიც ყველაფერს ანგრევს, ანადგურებს და ერთი ჩემოდნით გიშვებენ სადღაც. მამა შენს კლავენ და გონია რომ სამუდამოდ ასე იქნება. კი, 16 წლის შემდეგ ოჯახი უკან დაბრუნდა, მაგრამ ეს ხომ უკვე დანგრეული ცხოვრებაა. ბევრი ხომ ვეღარც დაბრუნდა უკან. ეს ისტორიები ალბათ ნაცნობია თქვენთვისაც, საქართველოში, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ საბჭოთა კავშირის მემკვიდრე ამ ყველაფერს დანაშაულად არ აღიარებს. არავინ დასჯილა, არცად არ თქმულა, რომ ეს იყო დანაშაული კაცობრიობის წინაშე. 90-იან წლებში ესტონეთში საარქივო ინფორმაციაზე დაყრდნობით ლუსტრაციის კანონი მიიღეს, რომლის ფარგლებშიც საბჭოთა უშიშროების თანამშრომელთა ნაწილმა თანამშრომლობის შესახებ თავადვე აღიარა. ნაწილთა სახელები და გვარები კი საჯაროდ გამოქვეყნდა.
ესტონელ ისტორიკოს ჩვენ ასევე ვკითხეთ რუსეთის ომის ფონზე უკრაინაში, რა განწყობებია დღეს ქვეყანაში, რომელსაც რუსეთთან მდინარე და პატარა ხიდი ყოფს. არის თუ არა საფრთხის მოლოდინი ან შიში დიდი მეზობლის მიმართ. Слово страх неверное. შიში ალბათ არასწორი სიტყვაა. ეს არის უფრო გაცნობიერება თუ რას წარმოადგენს ჩვენი მეზობელი. პრინციპში ეს განცდა არასდროს არც გამქრალა. ყოველთვის არსებობდა. ხომ ვიცით, ვინ აფრთხილებდა დასავლეთის ქვეყნებს სულ, ვინ ლაპარაკობდა გამუდმებით ამ საფრთხის შესახებ. ეს ის ქვეყნები იყვნენ, ვისაც აქვს საბჭოთა კავშირის გამოცდილება. ამიტომ ვერ ვიტყოდი, რომ რაიმე არსებითად შეიცვალა ომის დაწყების შემდეგ. კი, შეიძლება უფრო იგრძნობა, უფრო ემოციურად გამოვხატავთ, მაგრამ ეს ცნობიერება სულ არსებობდა. იყო პერიოდები, როდესაც რუსეთთან ურთიერთობა ასე თუ ისე ნორმალური იყო. გეცოდინებათ 40-იან წლებში დიდი დანაშაულების გარდა უბრალოდ გძარცავდნენ კიდევაც. მაგალითად მოგვყარეს ესტონეთის პრეზიდენტის ჯაჭვი და დღემდე რომელიღაც არქივში თუ ფონდში ინახება მოსკოვში. რამდენჯერ მივმართეთ, რამდენჯერ ვთხოვეთ, დაგვიბრუნეთ მას, ხომ არავითარი გამორჩეული ღირებულება არ აქვს. რომანოვების ბრილიანტებისგან განსხვავებით. არაფრით არ დაგვიბრუნეს. საბოლოოდ უბრალოდ უარი, ხელი ჩავიქნიეთ. შესაძლოა ეს წვრილმანია, მაგრამ მათი დამოკიდებულების საილუსტრაციოდ ნამდვილად გამოდგება. Мелочь, но она иллюстрирует вот это.